ესაა პირველი კვირა ჩემი 6-თვიანი ტრანსფორმაციული ჩელენჯის და თუ 6 თვეში არ ჩავდგები ფორმაში, მომიწევს ნახევარი წლით YouTube-დან გავუქრე. 6 თვეში აქ კუნთები იქნება. ეს ჩელენჯი დიდი ენთუზიაზმით დავიწყე, თუმცა რეალობა ისეთი რომანტიულიც არ გამოდგა, როგორც წარმომედგინდა. თითქმის 1 წელია საერთოდ არ მივერჯიშია და ეს პირველივე დღეს შემეტყო. კონსისარება შეგიძლია. ვარჯიშს ნენელა ვეჩვევი, თუმცა ჯერჯერობით კუნთები მაინც მტკივა. ერთი ის ვიცი, რომ პირველ დღეს დატვირთულობის ფონზე სამაჯიმანიას ლივს ვაკეთებდი. ჩემი ტრენერი კი მპირდება, რომ თვის ბოლოს 15-ს მაინც გავაკეთე. ჩვენ ვარჯიშობთ კვირაში 6 დღე, თუმცა ეს ვარჯიშები არაა ტიპიური რუტინული ვარჯიშები. თავისუფლად ჩაიწერე, თუ არ გაიგე, ყველა ვარჯიშების სცენარი მუდმივად იცვლება ისე, რომ მაქსიმალურად ყველა მხარეს შევეხოთ პირველ სტადიაზე. იცვლება ლოკაციაც, ვარჯიშობთ ხან ჯიმში და ხანაც გარეთ დავრბივართ. მაგრამ ყველა ვიცით, რომ თუ სრულყოფილი გარდასახვა გინდა, ვარჯიშზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სწორი კვებაა. ასე რომ მეორე კვირამდე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს. შევცვალო ჩემი კვების რაციონი. და აქ ჯერ კიდევ სავალალო შედეგები მაქვს. მე სამზარეულოში ისეთივე ძლიერი ვარ, როგორც კუნგ-ფუში. შესაბამისად, ყველა მცდელობა გაასქურასთან კრახით თავდება. რის იმედი გაქვს, რომ კვერცხი მომზადდება? სწორედ ამიტომ ისევ გამოძახებაზე ვარ. ხინკალი, ფასტფუდი და მძიმე ნახშირწყლები ნენელა უნდა ჩავანაცვლო. ამისთვის კი ალტერნატივა მჭირდება, თუმცა ეს არც ისე მარტივი ამბავია. მე მჭირდება ჯანსაღი საკვები, კალორიული დეფიციტი და რაც თავარია უკვე გამზადებული. შესაბამისად, სანამ სრულად გაწერილ კვებაზე გადავალ, კომენტარებში ჩამიყარეთ, საიდან გამოვიძახო ხოლმე შედარებით ჯანსაღი, მაგრამ გემრიელი საჭმელი, რომ მეორე კვირას მომზადებული შევხვდე.